მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა მესიჯი აქვს თქვენს მომავალ ვერსიას თქვენთვის ახლა. ნახოთ აბა. და აქ მოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ აძლევთ ადამიანებს იმის უფლებას, რომ მოწამლონ თქვენი სიწმინდე, თქვენი, მოდით ასე ვიტყვა, თქვენთვის წმინდა ენერგიები. თუ ადამიანი არსემს პატივს, თქვენ დროს, თქვენს ენერგიებს, თქვენს რესურსებს, თქვენს შეხედულებებს, ესე იგი ამ ადამიანთან არ არის საჭირო კომუნიკაციები. მით უმეტეს თუ ადამიანი ქურდობს, იპარავს თქვენგან ენერგიებსა და რესურსებს, ხო, აქ ზედმეტი არის საუბარი, ხო? დავამატოთ არკანებიდან ნახოთ, მესიჯი თქვენი მომავლიდან. რა მესიჯი მოდის აქ? მესიჯი მოდის ასეთი, თქვენ აუცილებლად გაივლით რაღაც უმძლავრეს ტრანსფორმაციას, რომელიც თქვენს რეალობას აუცილებლად შეცვლის დადებითისკენ. პირველ რიგში აუცილებლად დაგანახებთ თქვენს ქვეცნობიერულ შიშებს, შფოთვებს, რაღაც თქვენს დათრგუნულ ემოციებსა და ფიქრებს, რაც შეიძლება ნამდვილად არ იყოს მარტივი, თუმცა ამავდროულად დაგანახებთ იმას, თქვენს რეალობაში ვინ არის რეალურად სანდო და ვინ არა. ასევე აქ იქნება უმძლავრესი ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ, რომელიც დაგანახებთ საკუთარ თავში სილამაზეს, სიბრძნეს, პოზიტივს, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვა და ყოველი თქვენი ქმედებები ნელ-ნელა გახდება ბევრად უფრო ნაყოფიერი. ერთადერთი თქვენთვის აქ მოდის ასეთი რჩევა, რომ აუცილებლად აქედანვე მიაქციეთ ყურადღება თქვენს ქვეცნობიერულ ტრავმებს, თქვენს უარყოფილ ემოციებს, შიშებს, არ ვიცი, ბოღმას, ნეგატივს, შურს, ვისაც რა ასახის ემოციები გაქვთ ხოლმე ქვეცნობიერში. მოატყუებთ საკუთარ თავს. იყავით საკუთარ თავთან გულორცველი, არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ. იმიტომ რომ ნებისმიერი ემოცია, მათ შორის უარყოფითი ემოციებიც არის ძალიან ბუნებრივი. და თუ თქვენ გშურთ, არ ვიცი, ბრაზდებით, იბოღმებით, ეს ბუნებრივია. უბრალოდ უნდა დაამუშაოთ ეს ემოციები, არა უარყოთ, გავიმეორებ, არამედ დაამუშაოთ. მოусმინოთ მათ და დაფიქრდეთ რა საიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ თუ თქვენ ამას არიზავთ რაღაც მომენტში, აქ მოხდება დიდი შინაგანი აფეთქება, რომელიც თქვენში გამოიწვევს როგორც ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე ძალიან არასასიამოვნო ემოციებს, ამიტომაც აქედანვე დაიწყეთ მუშაობა საკუთარ ქვეცნობიერზე.